გამარჯობოთ. სპორტში არის ასეთი კანონი. 50 კილოგრამიანი მოჭიდავე არ ეჭიდავება 150 კილოგრამიან მოჭიდავეს, რადგან მათი ძალები არათანაბარია და ბრძოლაც უსამართლო გამოდის. რაღაც ამის მსგავსად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ დაპირისპირება გვაქვს არა გაუნათლებელ, არა გამოუცდელ უბირ მტერთან, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოროტებას აკეთებენ, იციან, რომ ბოროტებას აკეთებენ, მაგრამ ჩვენი უგუნურების იმედი აქვთ და გვეუბნებიან, რომ სიკეთეს აკეთებენ. უამრავი რამ აქვთ ნანახი, სოფლიო მოვლილი, 1000 გვარი რამ აქვთ ნასწავლი. და ჩვენ ქრისტიანებს გვაქვს ასეთი ვალდებულება ღვთისა და ერთმანეთის წინაშე, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ინიციატივა მიიტაცეს და გამოაცხადეს, რომ არიან ჭკვიანები, ინტელექტუალები, რომ აქვთ ანალიტიკური აზროვნება და ასე შემდეგ. უნდა წავართვათ ეს ინიციატივა და ჩვენი ანალიტიკური აზროვნებით ყველასთვის ცხადი გავხადოთ, რომ ჩვენ ვართ ჭკვიანები და მათ ერთი და ორწლიანი გეგმების იქით ხედვა არ აქვთ, რა შეიძლება მოყვეს. ამერიკელებს ყავდათ კისინჯერი იყო ესეთი ადამიანი, ბჟეზინსკი, რუსებს ყავდათ პრიმაკოვი და ძმანი მისნი. და ჩვენ უნდა გვეტყობოდეს, რომ ვართ მაღალ ინტელექტუალური, მოაზროვნე ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს მათი გავლენა და ფული. პარტიათა სხდომებს მე ძალიან შორს ვარ პარტიული ცხოვრებისგან, მაგრამ იძულებული გავხდი მეყურებინა და სავსე არის ხოლმე სიცილით, ანეკდოტებით. არ მავიწყდება ბატონი შალვა ნათელაშვილი თეთრი სახლის წინ, რომ ამბობდა დაუნზი დიქტეიტა და ასე შემდეგ. ასეთი გამოსვლები ეს არის დაცინვა. ესე იგი, ადამიანი, რომელიც სერიოზულად არ არის განწყობილი, ის ვერაფერს ვერ შეძლებს და შეგიძლია უბრალოდ თვითდინებაზე მიუშვა, თვითონ ჩაქრება ესე. ყველაფერი მისი საქმე. ინტელექტი არის ძალიან საშიში იარაღი და ეს იარაღი ჩვენ შეგვიძლია რომ შევიძინოთ და დაუტოვოთ ჩვენს მომავალთაობებს, რომ მათ კიდევ უფრო განავითარონ. ინტელექტი ეს არის მადრის მოქმედება ადამიანში და ჩვენ ეკლესიასთან დაახლოებით, მოღვაწეობითი ცხოვრებით შევძლებთ შევიძინოთ ეს იარაღი. უფალმა თქვა, იყავითო სუფთა, როგორც მტრედი და ბრძენი, როგორც გველი. ეს რას ნიშნავს? ეშმაკის ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი ხლართი, მოქმედება, ნიუანსი ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროს და ამ ყველაფრისგან უნდა ვიყოთ უსასრულოდ შორს. სასურველი იქნებოდა საქართველოში შექმნილიყო, ხომ არსებობს უამრავი ბანკი, სადაც ფულს აგროვებენ. სასურველია შეიქმნას ინტელექტუალური ბანკი, რომელიც გააერთიანებს ყველა ინტელექტუალ ადამიანს. ესენი უნდა იყვნენ ისტორიკოსები, სტომატოლოგები, ხელოსნები, პარტიის წარმომადგენლები, ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი, რომელიც ფანტაზიებში არ ცხოვრობს. არ მავიწყდება ერთი ინტერვიუ ჩვენს პატრიარქთან. ჟურნალისტი ეკითხება, თქვენ უწმიდესობაო, რა აკლია ქართველ ადამიანს ყველაზე მეტად? და პასუხი იყო ასეთი: ანალიტიკური აზროვნება.
კლუბი უნდა იყოს თავისუფალი დასწრებით. არავითარი მოვალეობები. ადამიანი დატოვებს სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს და ყოველ 3-6 თვეში ერთხელ, როცა იქნება შეხვედრა, მივა მოკლე ტექსტური შეტყობინება. თუ სურვილი გაქვთ, გიწევთ მოგბრძანდეთ. აი, ამერიკაში არის ასეთი პლატფორმა, TEDx, ესე ქვია. იკრიბებიან ხოლმე ინტელექტუალური აზროვნების მქონე ადამიანები, ანტიქრისტიანები და ერთმანეთს უზიარებენ მომავალი სამყაროს ხედვას, ნიუანსებს. ზუსტად ასეთი რამე უნდა გავაკეთოთ, ოღონდ ღვთისადიდებლად. რომ მოვიდნენ სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, უბრალოდ რიგითი მოქალაქეები და მოусმინონ. მაგალითად, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დააკანონოს ნარკოტიკი. გამოვლენ ექიმები და ყოველგვარი ანეკდოტების და სიცილის გარეშე ახსნიან, რა საშიშროება შეიცავს. ახლა ეს ინტელექტი გაფანტულია. სხვადასხვა ტელევიზიებში, სხვადასხვა არხებზე, სხვადასხვა პარტიებში. რაღაც ზეპარტიული პლატფორმა ინტელექტით ერთმანეთის გასამდიდრებლად. ჩვენ მოვისმენთ, რას ფიქრობენ ისტორიკოსები მაჰმადიანების ჩამოსახლებაზე საქართველოში. ისინი მოვისმენენ ჩვენგან და ასე ერთმანეთს გავაძლიერებთ და ჩვენი შემდგომი თაობები, ის 15-16 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ TikTok-ი და Facebook-ი რაღაც დიდი მიღწევაა, შეძლებენ დაინახონ ალტერნატივა, რომ არ არის აუცილებელი, რომ ყველა უგუნური იყოს, რომ შეიძლება ადამიანი აზროვნებდეს და სიკეთეს აკეთებდეს. კლუბს უნდა ჰქონდეს მხოლოდ რამდენიმე საბაზისო მიზანი. მაგალითად, მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება. როგორც არაფრის მოფიქრება არ იქნება საჭირო, უბრალოდ დაკოპირება უკვე არსებულისა. მაგალითად, როგორ ეპყრობიან ემიგრანტებს იაპონიაში. დავაკოპიროთ ზუსტად იგივე ჩვენთან. ქართული ეთნოსის გაძლიერება საქართველოში, მრავალშვილიანობის პოპულარიზაცია. რომ როგორც კაცს აქვს თავისი მოვალეობა, რომ დაიცვას ოჯახი, უპატრონოს თავის ოჯახს, ეს არის მამაკაცის მოვალეობა. ასევე დედაკაცს აქვს თავისი მოვალეობა, რომ გამრავლდეს ერი. ღმერთმა იმიტომ შექმნა დედაკაცი, რომ ადამიანი არ გადაშენებულიყო, იცოდა, რომ სიკვდილი გაბატონდებოდა ადამიანურ ბუნებაზე და ადამიანები რომ არ გამქრალიყავით, აი ესეთი რამ შექმნა. და რომ გოგონებს ეს ჰქონდეთ გააზრებული ბავშვობიდან, რომ შენ უბრალოდ ლამაზი კი არ უნდა იყო და კი არ უნდა კეკლოცოვდე, ეს შენი ვალდებულებაა. როგორც ბიჭია ვალდებული, რომ ქვეყანა დაიცვას, ასე გოგონა ვალდებულია, რომ ეს ერი არსებობდეს. პატრიოტთა კლუბს, ინტელექტუალურ ბანკს, არ ვიცი რაც გინდათ დაარქვით, უნდა ჰქონდეს თავისუფალი დასწრება. სადმე კომფორტულ, პრესტიჟულ პირობებში, მაგალითად ფილარმონია, სასტუმრო მარიოტი, სპორტის სასახლე, არავითარი პოლიტიკური დატვირთვა, მხოლოდ ეს რამდენიმე მიზანი, რომ ერი იყოს ძლიერი, რომ ერი არ გადაშენდეს და რომ ის არ დაგვემართოს, რაც ერთხელ უკვე დაემართა ქართველ ადამიანს, როცა 600,000 ქართველი იყო დარჩენილი საქართველოში. თითოეული ჩვენგანი უნდა იზრდებოდეს სულიერად, მადლით და ინტელექტუალურად. ყველა, ვინც წმინდანებთან შეხებაში მოდიოდა, აი პატერიკებს რომ წაიკითხავთ, ყველგან არის ერთი და იგივე ნიუანსი. ეს არ იყო შეხვედრა უბრალოდ კეთილ ადამიანთან. ეს იყო შეხვედრა უაღრესად გონიერ ადამიანთან, რომლის სიბრძნესაც არაფერი გამოეპარება.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს ამ ზრდისთვის. ჩვენი ქვეყანა ესეთი გაუბედურებული იმიტომ არის, თემურ ლენგები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, შახ აბასები მოდიოდნენ და მიდიოდნენ და ქართველი საუკუნეების მანძილზე ანადგურებდა საქართველოს. ქართლი კახეთს აწიოკებდა, კახეთი ქართლს აწიოკებდა, სამეგრელოს მთავარი ლეჩხუმს ძარცვავდა და ასე შემდეგ, რომ ეს დამთავრდეს აზრების დონეზე. როგორც ერთი წმინდა ცხოვრების ადამიანმა თქვა, კახელი ვარიო, კახეთში დაბადებული ქართველი. მეგრელი არის სამეგრელოში დაბადებული ქართველი და ასე შემდეგ. და რომ შედგეს აზრობრივი, ინტელექტუალური გაერთიანება, აზრობრივი შეკვრა ყველა კუთხისა, რომ არ ფიქრობდეს ადამიანი, რომ არაბებს სადღაც იქ ჩაასახლებენ 200 კილომეტრში და მე არ შემეხება. ებრაელმა ერმა უდაბნოში შექმნა სახელმწიფო. ქართველი ადამიანი წალკოტს ყიდის ტერზე და ფული მიაქვს რესტორანში და კაზინოში. საქართველო უბედური იმიტომ არის, რომ ქართველი ადამიანი მოწყვეტილია რეალობას და ინტელექტუალთა კლუბმა როგორღაც უნდა შეძლოს, რომ ქართველი კაცი რეალობაში დააბრუნოს ყოველგვარი ზღაპრების გარეშე. მერთო გაგახაროთ.